დაბინძურებული ეკოლოგიაა, დაბინძურებულია ყველაფერი და ამას რო ლიტერატურაში გადაგაკ აღშფოთებული ის რომანტიკოსი აგინებს მწერალს ეს რა დაწერო. აი ახლა დღეს მტკვარზე რა უნდა დაწეროთ? აი რომელი პოეტი დაჯდეს ახლა მტკვარზე და რას დამიწერს? ხო ტყუილ რეალური მტკვარი რაც არის, რას წარმოშობს? წარმოშობს იმას, რაც გადაიტანს იმაზე და ანტიესთეტიურ სტრიქონებს დამიდებს მან და რომელიც გააღიზიანებს კითხვებს და იტყვის ეს რა ლიტერატურაა. მწერალი რით სარგებლობს? რეალიზმით. და დღევანდელი რეალიზმი რა არის? დღევანდელი მწერლობა რომანებს როწეს ის რომანტიული სიყვარული არის? დღეს დაიწერება რუსთაველისნაირი პოემა, გამორიცხეთ, არაფრით არ შეიძლება. არ მოვა ეგეთი რამე, არ შეიძლება მოგივიდეს ეგეთი რამე თავში. შესატყვისი გარემო გჭირდება ნაწარმოების რაღაცა გადმოსაცემად. დღეს ეს დაცინვის საგანი არის და ანტიმით უყურებენ ამ პოეტური კითხვა, რო წაიკითხავ ამ ნაწარმოებს, თანამედროვე პოეტი ახალგაზრდა პოეტი ეს აირეკლება როგორც ცინიზმი, როგორც რაღაცა ირონია და შესაბამისად მისი ნიჭი თუ ისი პოეტია, აი მას ანტიესთეტიურ ფორმაში ჩამოასხამს და მისი ანტიპოემას დაგვიწერს, რითაც აღაშფოთებს ამ პოემაზე გაზრდილ ადამიანს. და მწერალი ამიტომ მოსაკლავია. ეს არ გააკეთეს თანამედროვე ახალგაზრდა მწერლებმა ბურჭულაძეები და ისინი რო არიან, თუნდაც იგივე დეისაძეები რო გადავხედეთ და რო აგინებენ და აგინებენ დაშა ბუღაძესაც რო უნდა ეს საიდან იღებენ ამ წყაროს ან იპარავენ დასავლეთის მოდერნისტული ლიტერატურა ან იმ რეალობის ასახვა არის მხატვრულ ფორმაში რომელიც რეალობასაც ისინი ყურებენ და ცხოვრობენ ამ რეალობაში და რატო უნდა გაბარაზდეს ვიღაცა რა სანიმუშო არის თქვათ რუსთაველის პოემა და ამას მიდიოთ ის თავის გარემოში იყო თავისებურად უყურებდა რეალიზმს და მე რეალიზმის ასახვა ცნობიერებაში თავისი ფილოსოფიური რაღაცა წანამძღვრებითა და შეხედულებებით. და დღეს აი აქედან ცოტა როცა ასწავლი და ახალგაზრდას ცოტა ისე დაცინვა გონია ეს რა არის? ესეთი რო არ არის ადამიანები. ესეთი არც მეგობრობა, არც სიყვარული არ არის. გამორიცხული ხლა ქვაბში გაიქცეს დღეს რომელიღაცა ადამიანი ტყეში ბიჭი და გოგოძი გაყვეს იმას და უმწუკლო ურთიერთობა ქონდათ მათ. მეგობრობა და თან ვიღაცას ერთმანეთზე რაღაცა თანაუგზავნებს ეს გოგო განსაკუთრებით ქალი გაყვეს კაცს თანაუგზავნებს როგორ უყვარს ის თავისი დაქალი. დღეს ხო ესეთი ფსიქოლოგია ქალებში არ არის. რანაირად ისი ჩალიჩებს და აწეროს დარიელი ნესთან დარიჯანს ხო? ყველანაირად, იმიტომ რომ ის წავიდა და აგერ მე ვარ შენთან. ან ისეთი თავგადაკრული სიყვარული რა აქვს დარიელს რომ ნესთან დარიჯანი არის მხოლოდ მისი ლიბიდოს საშუალება. ასმათი როგორც ასეთი მახინჯი უნდა ჩავთვალოთ, მახინჯს კიდე როგორ გაიკარებდა, ეგ რუსთაველი მახინჯებზე არაფერს არ წერს. ესე იგი ასმათი უნდა ყოფილიყო ძალიან ლამაზი ქალი და ასეთი იმპოტენტური მიდგომა ამ ქალთან როგორ ქონდა, ამით ხომ შეურაცხყოფას ამ ქალსაც მიეყენებდა. ესე იგი, ნახეთ, თანამედროვე ფსიქოლოგიით რო შევდივართ, პოემა სასაცილო გვეჩვენება. თანამედროვე. ამიტომ ისტორიზმიდან რო წავიკითხავთ, ხვდებით პოეტის გენიოსობას. მაგრამ ცხოვრებაში ეს არ ამუშავებს. ამიტომ ეს პოემა ცხოვრების სამაგალითოდ არ გამოგვადგება. გამორიცხულია. ეს ისია ხელოვნების ნაწარმოები, მუზეუმში ჩამოსაკითი. და უნდა ეცვე, ვისაც უნდა გაეცნოს, მაგრამ ამას რომ მტენი რომ აი ამაზე გავსწორდეთ, არ გამოვეს არანაირად. თუ თანამედროვე ახალგაზრდას ცნობიერებაში სხვა სტერეოტიპები აქვს და სხვა სახეები აქვს. და ის სახეები, რაც ვეფხისტყაოსანშია, დღეს ღიმილს იწვევს. სპეციალური წიგნიც არის ფერთა მეტყველება ვეფხისტყაოსანში. მე არა მარტო ეს სახის მეტყველება ვეფხისტყაოსანში. გამსახურდიამაც დაჩხაბნა ერთი მონოგრაფია მაგაზე, გამსახურდია ზვიადეზე ვიძახი. და მიაქციეთ ყურადღება სახის მეტყველება, ფერთა მეტყველება. და მართლაც საინტერესო თემაა. აი ის სახის მეტყველება და ფერთა მეტყველება დღეს თანამედროვე მწერალი სულ სხვა სახითა და ფერებით მეტყველებს და აი ის მიაჩნია როგორც როგორ გითხრათ, იცი? ჯერ ერთი იწვევს რაღაცა ირონიას. და რაღაცა აგდებული დამოკიდებულება აქვს. იმიტომ რომ თავისი სახეებით უყურებს მაგას, თუ ტვინით არ იტყვის. და ვერ მოვთხოვ ახლა თანამედროვე პოეტს ამ მწერალს, რომ აი რუსთაველის დონეზე უნდა იყოს. არა, რუსთაველი დღეს ლიტერატურული თვალსაზრისით არის მოძველებული. თუ ლიტერატურა არის სახეებით აზროვნება, მაშინ ეს მოძველებულია. ეს სახეები დღეს არ არის ჩვენთან. დღევანდელ 21 საუკუნის ურბანისტულ ქართულ სივრცეში. ეგ სახეები იწვევს რაღაცა ღიმილს. ამიტომ ლიტერატურა არის მართლა სახეებით აზროვნება და თანამედროვე ცხოვრებას თავისი სახეები აქვს და ამ სახეებით უნდა გადმოცეს შენი აზროვნება, იდეა, თემა და ეს არ უნდა შეადარო სხვას. და თუ შეადარებ, გამოვიკიდებით ამ წერილს და დავახჩობთ. ეს რა დაწერე, როგორ შემარცხვინე ესა და თამარ მეფეს ასე აქებდა რუსთაველი და შენ კიდე ესე გათახსერებული რაღაცა მათ წარმომიდგინე? პირველი რუსი ლაშა ბუღაძეს ეს ნოველა რო რა ამბავი გამოიწვია, არაფერი ახლა დიდი გიგანტი ნაწარმოები ეს არ არის, მაგრამ
უკვე სტერეოტიპული ის რო აქვს მკითხველს თამარ მეფეზე რუსთაველიდან და უკვე ეკლესიამ ეს წმინდანად გამოაცხადა, რატოღაც ეკლესიის პრეროგატივა ყოფილა ვინ წმინდანა და ვინ ბინძური. ამის შედეგად ეს ნაწარმოების აზრი და სახეები დაიკარგა, რა უნდა და ეთქვა ამას ლაშაბუღაძეს. თუ ეს მწერალია. თუ მწერალი არ არის გასაგები, მაგრამ თუ მწერალია და მწერლის კატეგორიაში ზის, რა შედარებითი პრინციპით რატო უდგები ნაწარმოებს? რა შვაში არის თამარ მეფე? მაგდენის დილობა არა აქვს კაც რომ 800 წლის უკან არ უნახია ადამიანი ამას რატო გალანძღავს? არანაირ განცდაში არა აქვს. ეს სახე ხატები არის რაღაცის. აი რაღაც თანამედროვეობას ეხმაურება ეს. თანამედროვე რაღაც სტერეოტიპებს ანგრევს. ესე კი არამენ არის წაიკითხა. ისევე როგორც ნუგზარ შატაიძის ეს წაკითხული იქნა როგორც გარყვნა, გათახსირება და რომელი მწერალი არის მოწოდებული რომ გაათახსიროს და მოსპოს თავის ის არ გადამრიგდა ესეთი რა ბიჭო რა ბნელი არის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სად არის ჩვენი ინტელიგენტები რა შედარება ახლა რუსთაველი რა ის სახე ხატები ახლა და ის ანტურაჟია კოსტუმებია ახლა ვინ დადის ცხენით და მე და ნახე ან ვის აქვს ისეთი კბილები იქ რო კბილები აქვს ყველას ეს სახე ხატე ეს არის სახეებია აი ლიტერატურა სწორედ ამ მეტაფორებით ჰიპერბოლებით სახე ხატებით გადმოსცემს ჩადებულ აზრს მეგობრობაზე, სიყვარულზე, ღვთაებრივ და მიწიერ სიყვარულზე, სულიერ და ხორცელ სიყვარულზე. და შესაბამისში შუა საუკუნეების რენესანსული სახე ხატებით ხელმძღვანელობს. ესე იგი საჭირო არის მე-12 საუკუნის ესთეტიკის ცოდნა. რომ ეს გავიგოთ და არაფრით არ შეიძლება ეს დავსახოთ მწერვალად და თანამედროვე მწერალს დავესხათ თავზე და დედავაგინოთ რომ ესა დაგიწერია. არა, ნუ მწერლის მოვალეობა ხომ არ არის გინება კაცო, არ მომისმენი არც ერთ მწერლისგან რომ თქვენი სულ ყველაფერი თქვენი დედავატრი. ის გაზრდილი არის აი ამ საუკუნეში და თავის პრობლემებს აფიქსირებს აი ესეთი სახე ხატები. და არაფრით არ შეიძლებოდა დაწერილიყო ჰომო ფაბერი მაქს ფრიშის მე-12 საუკუნეში, სარა ინდოისენია. ის არის მე-20 საუკუნის პირმშო. 40-იანი წლები, 50-იანი წლები. ჰომო ფაბერი მაქს ფრიშის. ხო, წარმოების ადამიანი, ლათინური სიტყვა ჰომო ფაბერ. ვალტერ ფაბერის ისტორია აღწერილი, მისი ფსიქოლოგია თანამედროვე ურბანისტულ ქვეყანაში მოგზაურობს ერთი ადგილიდან მეორეში, გაყვებით ამას, სამხრეთ ამერიკა, შტატები, გერმანია, საბერძნეთი. აი აქ გადაადგილდება ეს ინჟინერი კაცი თავის სამუშაოს გამო და მისი სამშენველის პროექცირება ამ ნაწარმოებში. ახლა ამას რომ მიუდგე მე აი ამ კრიტერიუმებით მე-12 საუკუნის შუშანიკის წამებით და ეს გადავაგდო და მწერალი არ არის, სისულელი არ არის. თორე შუშანიკის წამება ეს მე-5 საუკუნეა, მეორე ნახევარი. და ეს არის ერთი სოციალური მინი რომანი, ნოველა, სოციალური, ფსიქოლოგიური, სოციალური ქალის ერთი ჭირვეულებაა გადმოცემული და არაფერი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან. იმიტომ რომ თურმე მოშიში ყოფილა ბავშვები და ხო გახსოვთ როგორ წერს იაკობ ცურტაველი. შუშანიკი იყო მოშიში ღმრთისაი ვითარცა იგი ვთქვით სიყრმით განთვისთ. ესე იგი ამ კაცს ბავშვობის ისენიც დაუწერია რაღაცა ნაწარმოები ქონია რომ ვითარცა იგი ვთქვით როგორც ჩვენ ადრე ვთქვითო შუშანიკი ბავშვებიდან მოშიში იყო როგორც ადრე მე ვთქვიო სად თქვა ეს ნაწერი ჩვენ არა გვაქვს მოაღწია ჩვენამდე აი ამან გაზდილმა უკვე ზეპური საზოგადოების წარმომადგენელმა ეს არ არის კოლმეურნე ქალგლეხი ეს არის ძალიან ესეთი პიტიახში კონკრეტ თანამედროვე იმით რომ თქვა რაიკომის ბდივნის ცოლი არის და ძლიერ შეშფოთებულია, როცა ოჯახში ამის სიყვარულში ამ ცოლქმრულ ურთიერთობაში შემოიჭერა უკვე სხვა ქალიც. და რა შვაში არის აქ შუშანიკის ქრისტიანობა ვერაფრით ვერ გავიგე, აი რატომ გასაღდა ეს ქრისტიანად, თუმცა ჩვენ ვიცით რომ ეს ქრისტიანი არ არის, იმიტომ რომ შუა საუკუნეები ფონი იყო რელიგიური. როგორც დღეს საქართველოში რელიგიური ფონია და მწერალს მოეთხოვება და ევალება მართლმადიდებლობიდან რომ ამ ფონის გათვალისწინებით დაწერე ნაწარმოები. თუ ამ ფონის გარეთ დაწერა, ამას დაგესხმები თავზე. და დაესხნენ თავზე. აშა ბუღაძეს, იქ დეისაძეს, იქ ბურჭულაძეს, ბურჭულაძე გადაგახეთქეს სემაში გერმანიაშია დღესაც. თუ ჩვენ ვართ ცივილიზებული საზოგადოება, ეს მწერლები არიან და გინდა იყიდე და წაიკითხე, გინდა ნუ წაიკითხავ. შენზე არის ეს დამოკიდე. როგორ შეიძლება მე ნაწარმოება გამყვნას და გამათახსიროს? ან წავიკითხავ ან არა. მაგრამ რატო უკრძალავ მაგას და სტერეოტიპს რატო ახვევ თავზე მწერალს? რაღაცა ზოგად სტერეოტიპს, რომელიც აი რუსთაველი. ამით ხომ მწერლობა კვდება. სხვათა შორის თავის დროზე იმდენი გააკეთეს, რომ მე-12 საუკუნის ეს ლიტერატურული შედევრი სანიმუშოდ აქციეს მწერლად და ამაზე უნდა გასწორებულიყო პოეზია. ამ შედეგად რუსთაველმა ტრაგიკული ისეთ ითამაშა როლი საქართველოს ქართულ ლიტერატურაში. ამან რომანი როგორც ასეთი მოკლა.
არავინ აღარაფერს აღარ წერდა და თუ წერდა, სანიმუშოდ ეს იყო, ნიმუშო იყო პარადიგმა და აი ამ ხაზს გაყვა ვიდრე გურამიშვილამდე. და ეჯიბრებოდნენ, გადახედეთ, ქართული პოეზიის 15 ტომეულია გამოცემული, დასრულდა 90-იან წლებში. მთლიანი ბოლო ისე გამოვიდა 99 რაღაცა 16 ტომი, იცით, პატარა კარგი ის არის. ხო, აი იქ არის მთელი ქართული პოეზიის მოყოლებული პირველი წიგნი მე-12 საუკუნიდან, მე-11 საუკუნიდან, მოყოლებული ვიდრე მე-20 საუკუნის ჩათვლით, იქ საქალაქო და ისეც არის პოეზია წარმოდგენილი. ხალხური პოეზია არა. საქალაქო, ფოლკლორი, გრიშაშვილებით იმთავრდება ეთიმგურჯებით. აი განვითარება ქართული ლიტერატურაში პოეზია კარგად ჩანს. და რომ წაიკითხავ ანთოლოგია დავარქვა თუ რა დავარქოთ ამ სერიას, ტომებს, მოცულობას. მოყოლებული რუსთაველიდან ნახავთ, რომ არაფერი აღარ იქნება ვიდრე მე-16 საუკუნემდე, გურამიშვილამდე. ყველა ვინც რას წერს და ყველა წერს მართლა, საინტერესო აზრები კი არის, არჩილი და ასე შემდეგ და იქით და თეიმურაზი და ამბავი, სულ ყველა ეჯიბრება რუსთაველს. და ესენი იყვნენ ეპიგონები, ბერძნულს ეპიგონები, მიმდევრები. რუსთაველმა პოეზია მოკლა. როგორც ადრეც გითხარით, მიქელანჯელომ იტალიაში ლამის ფერწერა მოკლა, ლამის რა. თორე ძალიან დიდხანს არავინ აღარაფერს აღარ ქმნიდა ახალს, იმიტომ რომ ეს იყო ნორმა, სტანდარტი და ამაზე სწორდებოდა სახვითი ხელოვნება. ლიტერატურაში ეგ არ შეიძლება. ხელოვნებაში ეს არ შეიძლება. ეპიგონობა ხელოვნებაში ეს უნიჭობის დადასტურებაა. არაფერში არ შეიძლება ეპიგონობა. და მით უმეტეს ყველაზე მაგრად ჩანს ეს ხელოვნებაში. ფილოსოფიაში ისე არ ჩანს ეგ. ფილოსოფია მაინც იდეების პლაგიატური იდეების ის იყო მთელი გერმანული ფილოსოფია, ფიხტე, შელინგი, ჰეგელი და შოპენჰაუერი ამაზე გისაგავდა. მაგრამ მხატვრულ ლიტერატურაში, კინო ხელოვნებაში გულის ამრევია რა ეპიგონები. პირდაპირ სახარ რა, პლაგიატი. და მიქელანჯელო თითქოს იცი რა, ფერწერა მოკვდა. და ეხლა რა, ნორმა არის მიქელანჯელო და აბა ესენი ხატოთ სულ და აი ეს თემები და უცებ იცი რა აჯაყდა ერთი პიროვნება, ამის მერე სიახლე შემოვიდა და ეს პიროვნება იყო კარავაჯო. კარავაჯომ როგორც იქნა, გაარღვია ეს ეპიგონე. ეგ ეხლა მიქელანჯელომ კი არა თქვა მე მომბაძეთო. რაღაც სტანდარტის ისეთი უნივერსალურ დონეზე რო არის ადამიანი თვითონ შენ ახარ მიმბაძველი. ვერაფერს ვერ ქმნიდა. გარკვეული გაგებით ესეთი ნიჭიერი ხალხი, ერთგვარი ეს არის შემოწმებელი მე რამდენად ნიჭიერი შემოქმედი ვარ. ესე იგი მიქელანჯელომ აჩვენა რომ კარავაჯომდე ყველა დებილი იყო. ეს კიდე თვითმყოფადი, ესე იგი კრეატიული არის მიქელანჯელო. ასევე არის კარავაჯო. სხვა დანარჩენი ახლა კარავაჯოს მისდევდნენ გარკვეულ პერიოდამდე. და ისტორიაში სწორედ ეს ხალხია ეპიგონები არ არიან მოხსენებული. და თითზეა ჩამოსათვლელი. ლიტერატურაშიც ესეა. ქართულ ლიტერატურაში პოეზია მოკლავ რუსთაველმა. ერთი იმით ხომ კარგი გააკეთა რაღაც ისეთ მწვერვალზე ავიდა. პოეზიის სტანდარტი თითქოს შეიმუშავდა რომ ეს არის სტანდარტი და ამაზე უნდა გავსწორდეთ. და აღარაფერი აი მოკვდა კრეატივი, შემოქმედება. საბჭოთა კავშირში სწორედ ეს იყო შეხედულება. მარქსიზმი ეს არის ყველა სფეროში ჭეშმარიტება. და მოკლა ყველაფერი აზროვნება. აბსორდებით ამაზე. რატომ იყო ნაცრისფერი საბჭოთა კავშირი, იცით? უინტერესო იყო ყველაფერი, აბსოლუტურად. კიდე წიგნი გეკითხათ, კიდე მხატვრობა, აი ერთი და იგივე იყო ყველაფერი, აი აბსოლუტურად. ამ ხრივ ქართული ლიტერატურა საგინებელი კი არ არის, განსახილველი არის და არც პოლიტიკაში და არც ერთ სფეროში ეპიგონობა კარგი არ არის. იმიტომ რომ ადამიანი იმ თავითო ღმერთის გაჩენილი არის შემოქმედი. და არ შეიძლება უკაკუნოთ თავში ადამიანებს, რომ აი ამაზე გასწორდე. მარქსიზმი ეს იყო. იცი რა არის? თუ განიხილავდი შენ ქართულ ლიტერატურაში რომელიმე ლექსი, სტუდენტი იქნებოდეს თუ მოწაფე, თქვათ აი თავისი მივიდა წაიკითხა რაღაცა ლექსი და რაღაც აზრი გაუჩნდა. აი მზეუთვიბათვის გალაქტიონის ან მერი ან მესაფლავე ან ლურჯაცხენები ან რაღაცა ლექსები და რაღაცა შორს წაიკითხე, რაღაცა განცდა დატოვა ჩემში და მე ვთქვი. მიკრძალავდა მასწავლებელიცი. ეს არ არის სწორიო. აბა არის აი სტანდარტია ამის. განათლების სამინისტროს მიერ გარჩევა და აი ამაზე გასწორდება. ზუსტად ესე იყო რუსთაველიც. რუსთაველის გარჩევა ისეთი ტრაფარეტული იყო. ერთი და იგივე იყო სულ. ესე რას ამოწმებდნენ მასწავლებელი მე არ ვიცი. ზოგ-ზოგიერთი ჭკვიანი მასე ვიძახდა, არაფერს არ უნდა შემოწმებაო რა, ერთ და იგივე ეს გადაწერილი ეს ყველაფერი, იმასაც გულიერეოდა ერთ-ერთმა პედაგოგმა ესეც მითხრა. ზოგი გრძნობდა ამას და გამოსავალს კი ვერ პოულობდნენ. გამოსავალი რო ჩვენ ასე თუ ისე ვიცით რომ ცნობიერებაში არის. და ნუ შეგვეშინდება სტერეოტიპების მსხრევა. რაც კარგია დავტოვოთ. ახლა სტერეოტიპებს ამსხვერპ, თორე რუსთაველის პოემა კი არ გადამიგდია მე. და აი ეს სტერეოტიპი რო ჩამოყალიბდა, უცებ დემოკრატიულ საქართველოში მუშაობს ეს სტერეოტიპი. ეს რა დაწერე? ეს როგორ შეურაცხყოფა მიაყენე? მართლმადებელზე როგორ იძახი? შიოლაშვილზე როგორ შეიძლება ესე თქვა? აი ავტორიტეტი.
და როგორ იყო ამ დროს იგივე ესე იგი რუსთაველი თვით ამებმა გადააგდეს და მერე დააგვიღლიევეს და ააბრუნეს როგორც პოეტური რაღაცა მწვერვალი და გავსწორდეთ ამაზე არაფერი არ დაწერო სხვა. ესე იგი საკონტროლო ჩვენი შემოქმედება ამოწმებდა რუსთაველი. ესე ხო პოეზია მოკვდება. მაგრამ ღმერთი ხო არ დაუშვებდა ამას. აი გორამიშვილი. შემდეგ ბარათაშვილი. ხო მერე მომდენ ვაჟა. გალაქტიონი. ნახეთ აქეთ არ ვერ შეაჩერებ მაგას. მართალია მანამდე სუმიმდევრები ყავდა და ზუსტად ისეთი დაბალ მაღალ შაირში იყო გაწყობილი ის ლექსები თეიმურასთან, არჩილთან, ვახტანგ მეექვსესთან, მაგრამ ბესიკი და ასე შემდეგ საკარო პოეზია აიტაცეს ეს. და შემოქმედება მოკვდა. ხო, ვის აქვს უფლებას გააკეთოს. მხატვრობაშიც ანალოგიური იყო, როცა კლასიციზმი, იმპრესიონიზმის გამოჩენა ფერწერის სფეროში ეს იყო პროტესტი კლასიციზმის მიმართ. კლასიციზმი ეს არის საფრანგეთი იყო ამისისა, გავრცელდა ყველა იმაში. აღორძინეს მივიწყებული ანტიკური ეს იყო სანიმუშო, ანტიკური ხელოვნება, რომელიც მივიწყებულია შუა საუკუნეებში და შუა საუკუნეება ფერწერა როგორც ასეთი არ არის. მთელი რიგი პერიოდი ანტიკაში ფერწერა არ არის, მაგრამ არის ფრესკები, ძირითადად გაბატონებულია ქანდაკება და ამას თავისი ფილოსოფიური და ესთეტიური წანამძღვრები ახლავს, რატომ იყო გაბატონებული ქანდაკება. შუა საუკუნეებში რო დაბნელდა ყველაფერი ხო სახელმწიფომ რო აიყვანა ეს რელიგია და თელი ფილოსოფოსები შემოყარა აქა და ეხლა იცით რა არავით არის აზროვნება ფილოსოფიაში აგერ არის ეკლესია და აი ამათ ემსახურეთ. ესე იგი ეკლესიის მსახური იყო ფილოსოფია ხო თეოლოგიის მსახურია ეს დედოფალი და ეს მსახური არის. სლუჟანკა ფილოსოფია გამოცხადდა როგორც სლუჟანკა თეოლოგია და აღარაფერი აღარ არის რა. ყუმეთი მარქსიზმიც იგივე არის. ესე იგი ანალოგი არაფერია მძიცქვეშ ახალი. ანალოგიები რომ მოვძებნოთ რა კულტურების ისენი რომ შევადაროთ და აი ამ ყიამეთმა იარა და აიც ნახეთ ისევ სინათლე შემოვიდა. რენესანსულმა უკვე ისევ ადამიანი უკან დაბრუნება. ესე იგი რისი აღორძინება იყო მე-12 საუკუნიდან რო დაიწყო ფერწერაში, ლიტერატურაში, პოეზიაში, არქიტექტურაში. მივიწყებული ანტიკური გაგებისა ესთეტიკაში ადამიანზე. აი ამის აღორძინება დაიწყო, ამას ის აღმოჩენებიც დაერთო დაზგური ფერწერისა, ზეთოვანი საღებავების აღმოჩენა და ფერწერამ დაზგური თავისის გაშტოება გააკეთა და აი ესეთი მასშტაბური ფრესკულის ჩამოვიდა დაზგაზე. ზეთების აღმოჩენამ ნიდერლანდელი სკოლამ რო გააკეთეს, უფრო ფერწერული გახადა, აი ცოცხალი წერა, რუსულად ცოცხალი წერა, ჟივოპის ფერწერა, ფერებით წერა, მაგრამ უფრო სწორია რუსულში აი ეს ცოცხალი წერა. მართლაც ფერებმა გააცოცხლა მოვლენები, საგნები და აი ამან ყოფითი ჟანრი გაჩნდა, ანიმალისტური, მარიანისტული ბატალური სცენები მე-14, მე-15, მე-16 საუკუნეებში ევროპა იგულისხმება და ბოლოს ესენი რატომღაც უკვე აქაც გამოჩნდნენ ეპიგონები მუშავდება კლასიცისტური ესთეტიკა ხელოვნებაში. ამას თავის ფილოსოფიური წანამძღვრები აქვს, რომ რაციონალიზმი გრიალებს და რაციონალიზმმა წარმოშვა ხელოვნებაც ფილოსოფიის ისტორია და მთავარი დებულებები თუ იცით გავიგებთ უკვე ხელოვნება ვისი ილუსტრაცია რისი და კლასიცისტები სწორედ გამოხატულება ფილოსოფიაში რაციონალიზმისა და აი ეს ყოფით ისენი ემპირიზმისა. აი ესეთი იმით რო გავიდეთ, რო ვიცოდეთ, რო არ დაგვაგვნიოს. აი ამას აუჯანყდა ფერწერაში აი იმპრესიონიზმი, შთაბეჭდილება. ესე იგი კლასიცისტებმა ჟაკ ლუი დავიდი და ენგრი და ასე შემდეგ ეს ფრანგული სკოლა და ეს ვრცელდებოდა, თავის იმას პოულობს გამოძახის 60 ქვეყანაში, ინგლისი, იტალია და ასე შემდეგ. აი მაინც ამას ინგლისში უპირისპირდება პარალელზე რაფაელისტები, ეწოდება ინგლისური სკოლა, რომელიც აღიარებს ნიმუშად იტალიურ ფერწერას და შთაგონების წყარო ყველა ამ ხელოვანი ხალხისთვის იტალია იყო. და კლასიცისტური ფერწერის ნიმუშებში თემები იყო ისტორიული, ძალიან ბევრი მითოლოგიური, ისტორიული, ანტიკური და ერთ შეხედვით იყო ძალიან რაღაც კაბინეტური. მართალია ოსტატობას ვერავინ დაუწურებს მაგ ხალხს, მაგრამ ვინც ამას არ ღვევს უკვე ამას. ნელ-ნელა რო იწყება აი დელაკრუა და ეს კურბე და ისინი. შემდეგ გზას უხსნიან იმპრესიონისტებს. და იმპრესიონისტები უკვე აუჯანყდეს საერთოდ ოფიციალურ სტანდარტებს ხელოვნებაში, ფერწერაში, აკადემიის მიერ დაარსებულს. გამოდიან აკადემიას ტოვებენ სულ ესენი, ხო, მანე, მონე, რენუარი, დეგა, პისარო, სისლე ესენი გამოდიან და ბულონის ტყეში, საფრანგეთში, მოლბერტზე ღია ცისქვეს იწყებენ ბუნების ხატვას. ამასაც თავის ფილოსოფიური წანამძღვრები აქვს, ემილ ზოლა და ვიღაცები ნატურალიზმი. მაგრამ ერთ შეხედვით ნახეთ, როგორი განვითარება. ეხლა ამას განვითარება ქვია თუ ახლა ამას საფუძვლად დაუდებთ ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, მოვაქცევთ ყველაფერს და დაგანახებთ. პროგრესი არის ეს ადამიანის თუ რეგრესი. ხო გვასწავლებენ რომ ეს პროგრესია. ბიბლია არ ადასტურებს ამასაც. ესე იგი ადამიანის ცნობიერება მთლიანად შორდება ღმერთს.
ღმერთს დაშორებული ცნობიერება, რა თქმა უნდა, მიწდება და მიწაზე ცხადდება მიწის ღირებულებები, როგორც განუმეორებელი რამ და ილუზორულად გვაჩვენებენ, რომ დედამიწაზე ყველაფრის განვითარება შესაძლებელია. არ ადასტურებს ბიბლია მას. ამიტომ ბიბლიაში ნახეთ ხელოვნებაზე ლაპარაკი არ არის, არც ფილოსოფიაზე. თავარი რაც არის, ეგ არის ნახეთ სამყაროს ღმერთით შექმნა, იდეალური სამყარო, როგორ ხდება მისი დამახინჯება, ცოდვის შედეგად და ცოდვის ევოლუცია და პროგრესირება ხდება. ცოდვის. ამას მოყვება ადამიანის ცივილიზაციების შეჯახებები და მუდმივი ბრძოლები, რომელიც მთავრდება ესხატოლოგიით, სამყაროს დაწვით. აი ეს არის ბიბლიიდან. და ჩვენ რომ ამას მოწყვეტავთ, ეხლა ვიქნებით კერპი, აი ეს ეპოქა მომწონს, იცი რა, მე დელაკროა, მე იმპრესიონიზმი. ეს არის სისულელე. ბიბლიურ კონტექსტში რომ განვიხილავთ სამყაროს ძალიან საინტერესო არის. ძალიან მაგარი. რომ ჩემთვის ყველაზე დიდი ხელოვანი ღმერთია. არაფრისგან შექმნა ასეთი სილამაზე. ვერც ერთი მხატვარი ვერ გადაიტანს ღმერთის შექმნილ მზეს თავის სტილოზე, ისე რომ მომხიბლოს. ამას ჭრეტა სჭირდება, საჭირო და ფილოსოფოსები საერთოდ უფრო აი ესეთი მჭრეტელები პლატონს იმიტომ არ მოსწონდა ხელოვნების ნაწარმოები, რომ ის გონებაში უშვებდა ღმერთის ქმნილებას სამყაროს და ხედავდა რომ აი ეს მიბაძული სამყარო, მიბაძული თუ ასეთი კარგია, რაოდენ საინტერესო და ლამაზი უნდა იყოს ის, რასაც აი ეს ბაძავს. ვისაც ბაძავს. აი იმ იდეას, ზოგადი სიკეთის იდეა, ზოგადი, ეს ძირითადად მორალში მუშაობდა. ესთეტიკა საერთოდ ვარი უთხრა პლატონმა და საერთოდ მის სახელმწიფოში განდევნა მხატვრებიც, პოეტებიც ყველა განდევნა. მხოლოდ ფილოსოფოსები გააბატონა. რამე თუ დაცემული იყო ადამიანი იმ იდეათა სამყაროდან. ამ ხას არ ვითარებს მე პლოტინი და მისი ემანაციის ესთეტიკის საფუძვლები საფუძვლად უდევს რუსთაველის ესთეტიკას. და თუ ეს არ გაითვალისწინა კაცმა ამ რუსთაველის მიღწევას კი ვერ გაიგებს ქართულ ლიტერატურაში. ქართულ ლიტერატურაში რუსთაველი მართლაც მწვერვალია მოყოლებული შუშანიკიდან. ახლა შუშანიკი ეს არაფერი არ არის. ერთი ვიღაც ხუშტურიანი ქალის, ხმარს აჯანყებული ქალის ბოდვებია გასაღებული ქრისტიანად. არა და არა, ქრისტიან ქალები ისე არ იქცევიან. არანაირად. იყო ქრისტიანი, არა ხარ მოჯანყე. მორჩილი ხარ. და შურისმაძიებელი არა ხარ. ამან კიდევ რავი აგრესიები გამოამჟღავნა სუფრაზე ჭიქები შეალეწა იმას ჯოჯიქს თავის იმას რომ როდის იყო ქალი და ერთად იჯდნენ თელი რაღაც სისულეს მან სვანური მორალი უფრო მეტი არის ვიდრე ქრისტიანული მერე შიგადაში ნურას ფიცხელსა სიტყვას ეტყვი რამე თუ დედათაი ბუნება იწროე არს ხო არაფერი არ უთხრა ეს ბიბლიდან არის მოპარული დედათაი ბუნება იწროე არს ორნაგერად შეიძლება გავიგოთ ერთი გავიგოთ ის რომ მტულვარი ქალი აი ესეთი გაგებაც არის და არის გაგება უფრო ბუნება ფაქიზია ნაზია და რამე აგრესია არ გამოამჟღავნა ეს უფრო სწორია დავიტოვოთ იმიტომ რომ უტვინო ქალი ახლა დღევანდელი სამყაროში ქალები უფრო ჭკვიანია ვიდრე კაცები მე ამას უფრო სხვანაირად უყურებ დედათაი ბუნება იწროე არს ამას წინუძღვევს ის რომ არაფერი ფიცხელი სიტყვა არ უთხრა ნურას ფიცხელსა სიტყვას ეტყვი რამე თუ დედათაი ბუნება იწროე არს ერთი რატო უნდა უთხრა თანამედროვე ქართულად არ უთხრა რამე ისეთი გაბრაზებული აგრესიული იმიტომ ქალის ბუნება ძალიან ესეთ შეიძლება შეზღუდული იყოს აღქმის პროცესში და ვერ გაიგოს შენი გაბრაზება და მართლაც ეს არის ბიბლიაში ხედავთ ეს ადგილები კი არის იაკობ ხუცას ეს ახლა რაღაცა ფლად დებილი კაცი არ იყო ალბათ ციგნელი კაცი იყო და რატო დაინტერესდა ამ პიროვნებით და ეს რატო დადგა ლიტერატურისა და ჩვენ რატო გამოგვილაყეს ტვინი სკოლაში წერა კითხვა სხვანაირად შეიძლება ვისწავლო რა თმედოდა ეს თემები ამას და ენას იმტრობდა ხალხი რო გაიხსენებს ყველას როგორ გულზიდვა ქონდა და თუ ეს ნაწარმოებები ასეთი ნაწარმოებები სახელმწიფოდან ამოიღეს ეს სწორია იმიტომ რომ თანამედროვე ახალგაზრდულ სტერეოტიპული შესატყვისობის ლიტერატურა უნდა გავაბატონოთ იმიტომ რომ 21 საუკუნეს ახალგაზრდას რა თუნდა შუშანიკის წამება ამიხსენით ხალხო ეს იყოს ისე ლიტერატურას ისტორიაში თუნდა თვითონ წაიკითხოს ამას რატო ვღლით სტუდენტს მოწაფეს და სტუდენტი ფილოლოგიის ფაკულტეტში ტვინი ქონდა ამოჭმული ამ ძველი ქართულით აი რა გვინდა კოხტაპურცაობა ცხოვრება გვინდა ხახნო ჩვენ დეკორატიული ცხოვრება კი არ გვინდა, რეალური ცხოვრება გვინდა. ამიტომ ჩვენ სადა ვართ, სად? ყოველივე ეს რაც ჩამოთვალე, რა უნდა იყოს ამის მიზეზი? აი რა არის, რომ ცნობიერება ჩვენი არის ძალიან ისე დამყაყებული, ხავს მოკიდებული, გაბღენძილი, გაუბედურებული და მთელი ისტორიის მანძილზე ვერ შექმნით ისენი სახელმწიფო, რომ არა მარტო ჩვენთვის საქებარი, მსოფლიო სახელმწიფოებისთვის სამაგალითოც რო ყოფილიყავით. მსოფლიო ისტორიაში საქართველოს არ მოიხსენიება, რომ იცოდეთ. ჩვენი ჯინი კი არ ეჭირთ. არ მოიხსენიება არაფერი ევროპის უამრავი ქვეყნები ვიცით, მაგრამ იქაც ბევრი ქვეყნები არ მოიხსენიება. ძირითადად ფიგურებს ესპანეთი ქვეყანა რო რამეს ქმნის, მისაღები არის რა, მისი სამხედრო ძლიერება, რა ომებს აწარმოებდა, რა ინტელიგენტები ყავდა აზროვნებაში, მეცნიერებაში, ერთად აღებული გამოდის სახელმწიფოს რაღაც რიგობითის პირველ ადგილზე ხარ თუ მეორეზე. ჩვენ არაფერი არ ქონია და
არც ომი არც სამხედრო სტრატეგი ყავდა ჩვენ. ხო რა რაღაცა თეორეტიკოსი რო ყოფილიყო და ომის ისენი დაეწერა. ან რამე ტერიტორია დააგვეპყროს, გაგვეფართოებინოს კაცო. ხო ახლა ვინც კი მოდიოდა სათავეში, საფრანგეთში, თუნდაც პორტუგალიაში კოლონიებს აარსებდნენ აფრიკაში. ჩვენ ერთი კუნძული ჩვენ დაეპყრამ დავით აღმაშენებელს თუ ასეთი ვაშკაც მაგარი იყო და თამარ მეფე რა ვიცი მარტო ახლა ერთმანეთს უჭრედნენ რუსთაველი და თამარა ძალიან გამახარეთ ახლა მას უყვარდა იმას ეს უყვარდა და ჯანდაბამდე გზა ქონიათ ერთი კუნძული საქართველოს ერთი კუნძული ოკეანეში რო ქონოდა ახლა ხო მაგარი რამე იქნებოდა რა ერთი კუნძული და ეწერა საქართველოს ჯორჯიასი არის საკუთრება და იქ ქართველი წავიდოდა რაღაც და ჩვენი ხალხიც იქ რო ცხოვრდეს და ტურისტებსაც ვიღებდეთ ხო მაგარი რამეა გადახედეთ რამდენი კუნძულებს ფლობს ბრიტანეთი ესპანეთი საფრანგეთი ბრიტანეთი ამერიკა მე მგონი დომინანტია გადახედეთ წყნაროკეანე სად აღარ აქვს ამას კუნძულები და რა კარგები სად ეს შტატები და სად ჰავაის კუნძულები ეს ამერიკის არის ულამაზესი ადგილია რაღაცა პოეტების და შთაგონების წყარო ჰავაის კუნძული ესე იგი 6 საათით ჩამორჩება დასავლეთ შტატებს იქით არის დასავლეთისკენ აი ამან როგორ მოახერხა ეს ამიხსენით 200 წლის ისტორია აქვს ამერიკას ჩამოყალიბებს როგორ მოახერხა ამან ტერიტორიების ესე გაფართოება როგორ შეძლო ამან მონოლითურად შეეკარა ქვეყანა და ერთიანი ამერიკული სახელმწიფო შეექმნა და მოეჭრა დოლარი რომელიც არასოდეს არ შეცვლილა და მსოფლიო დაეპყრო დოლარს ამიხსენით რითი გააკეთა ამან ეს როგორც ბრიტანეთის მიღწევებით გაოცებულმა ერთმა პიროვნებამ ვიქტორია დედოფალს ეუბნება რა არის თქვენი საიდუმლება თქვენი იმპერიის ესეთი გაზრდისა და სიძლიერისო გავიდა ცალკე ოთახში დედოფალი და იქიდან წიგნით ხელში აი ეს არისო ბიბლია ჩვენა აი ესეთი სიტყვები მე საქართველოში კი არ წამიკითხია არ ვიცი გულით როგორ იყო მაგრამ აი თავისთავად რო აი ესეთი აზრები გაქვს ხო მაგარი რამეა და მე ახლა სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებ დიდხანს. თაობამ უნდა მოვიდეს შენაირი. ჩვენ არცეთ იმაში არ ქონია ეს მიღწევები. დიდი არაბები როგორც იქნა დავესხით თავზე და იმის გამო რომ ჯვაროსნული ომები დაესრა, ისინი აითესდნენ და წავიდნენ რა. მაგონებს ისრაელის ისტორიაში ერთ ამბავს, როცა აირია სირიაში ამბები და ალყა შემორტყმული იერუსალიმი მიატოვა სენახირიმმა და უკან გაიხმეს იქ მთელი სამეფო გადატრიალება იყო და ამით ასრულდა ისაიას წინასწარმეტყველა რომ არც ერთი ისარი არ გადმოვარდება ღმერთმა ესე ჩააგდო ზუსტად მაგონებს ეს საქართველოს არის ჯვაროსნული ომები რო არ დაწყებულიყო არაბები მანდ ვინ დაესხმებოდა თავზე აიყარა იქნა ხალხი და მოწყდა და უნდა დახმარებოდნენ იმ ჯვაროსნული ომები მოიცით ხო როგორი შეტევები იყო ხო ქრისტიანულ და მუსულმანურ სამყაროს შორის აი იერუსალიმისკენ აი ამან გამოიწვია აქ გარკვეული ჯარის ნაწილების გახმობამ. აი ისარგებლა ამ მომენტით დავით აღმაშენებელმა და აი ცნობილი ომი მოხდა და თბილისი აღებული იქნა 400 წლიანი არაბების ხელში. ხუმრობთ 400 წელი ხალხო? 430 წელი ისრაელი ეგვიპტეში იყო 70 კაცი შევიდა 2 მილიონი ნახევარი გამოვიდა. ჩვენ 400 წელი კი არ გავიზარდეთ ქართველები. მე მგონი გაგვა მუსულმანეს. და აგვიტოვეს ბევრი ნაბიჯურები დარწმუნებული ვარ მე ამაში. და გაბრექილები ვარ და მე ის მიყვირს რომ რელიგიური ის არ მოხდა მე ვფიქრობ მაინც ძალიან ისეთი შემწყნარებელი იყვნენ ეს არაბები და დაგვიტოვეს რა ეს იყავით ჯანდაბა ალბათ ბევრი ახლო ისენი მოძებნეს მუსულმანური მართლმადიდებლური მეც მითქვია რომ ძალიან ახლოს დგას მართლმადიდებლობა მუსულმანებთან თვითონაც ალბათ შეატყობდნენ ეს უკვე ჰიპოთეზაა რაც ახლა თქვი ეს ფაქტები არ არის ჰიპოთეზაა მაქვს უფლება ჩემი ჰიპოთეზა წარმოთქვა და ალბათ ამის გამო იყო რომ არ გადაგვიარეს თორე ისე ძირითადად ექსენი სადაც შედიოდნენ ტყავსაძრობდნენ და მოსახლეობას მეიღებ აი მუსულმანობას არა და პირისაგან მიწისგან აღკვი რა კი გაიგ დარჩა და მე დავით აღმაშენებელმაც რო დატოვა ეგ რატო დატოვა დავით აღმაშენებელმა იქ მეჩეთიც იყო სინაგოგაც რა ეს კაი რამეა ეს ინტერნაციონალიზმი ბიბლია მას არ ადასტურებს ესე იგი დავით აღმაშენებელის ქრისტიანობის იმ გაგებაში არ იყო ჩვენ რო ვსწავლობდა სოლომონმა რო დაკარგა მე და საერთოდ სახარებისეული არა რელიგია პოლიტიკა დაიქვემდებარა და ვიყოთ რა ეს მუსულმანები დარჩნენ იმდენი ნაბიჯურები რომ მოისხი ახლა რაღაცა ხუნდა პატიუნაცე ისე როგორც დღეს დღევანდელ აჭარაში აგე რა აჭარელ ძმებს ქართველებს მუსულმანობას ხელს უწყობენ ეს მე სწორია ძმას ჯოჯოხეთში მიერეკები ასე რომ დავით აღმაშენებელი ჩემთვის არნაირი პოლიტიკოსი არ არის გინდა არ გინდა იყო ბაგრატიონების თავმომავალი და გინდა არ გინდა ტახზე უნდა ახვიდე ახლა შეიძლება დედაც არ უნდა დაეგა ახლა იომებ მარა იქნება ხა შენ ტახტი შენ უნდა დაიცვა თავის ოჯახს ყველა იცავს ახლა ხვალ რომელიმე შემოგიხდავს თქვენც აიღებთ რაღაც რაც ხელში მოგხვდება და დააყრით თავზე ესეთია ინსტინქტი ადამიანისა თორე იცავთ თქვენ გააფთრებთ თქვენ ტერიტორიას აი ეს ახლა გამოაცხადო გმირად და არიქა და წმინდანად და მე ამაზე ცუდი არაფერი არა თქვა და თამარ მეფეზე ცუდი არა თქვა ეს კერპთაყვანისმცემლობა არის ამიტომ საქართველოს არის უდიდესი კერპთაყვანისმცემლის დიდი ქვეყანა
და ეს უბედურებებიც იმიტომ მაგვაქვს ჩვენ. უნდა მოხდეს ამის გადაფასება, ღირებულებების ჩანაცვლება და არა გინება. რუსთაველი კი არ უნდა ვაგინოთ, მისი მიღწევების შემოდოთ როცხევლების ნაწარმოები და იმით არ ვიხემძღვანელოთ არც მორალში, არც ეთიკაში. ეს არის ხელოვნება, ლიტერატურა. არაფერი რეალური არ არის და არაფერი არ არის ისეთი, რომ არიქა დედა რა ვთქვით და დედა რა დავწერე და ამით ვიცხოვრობთ. ეს ხომ ადამიანის დაწერილია. კრეატიულია ადამიანი და ღმერთის გაჩენილი, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულია სიტყვის ოსტატურად ხმარების ნიჭი აქვს მას. სიტყვის, ასე ყველა სიტყვას ხმარობ ჩვენ, მაგრამ აი ესე გააწყოს კაცმა აზრები და აი ესე დაბალი მაღალი შაირის მონაცვლეობა და აი ესე დონეზე გრამატიკული იმეებით, აი ეს წესები ესე ატრიალოს და ენაში რაღაცა რეფორმაცია მოახდინოს, ენობრივი თვალსაზრისით, მისაღებია პოეზიაში ენობრივი ცხოვრება, რაც ყოფით სასაუბრო იმაში მიუღებელია. ისეთნაირად არის გარითმული ყველაფერი, ესე არავინ არ ლაპარაკობს, ესე რომ დავწეროთ, შეიძლება ორიანი დაგვიწერონ ნიშანი. მაგრამ ეს პოეზია, პოეტიკოს ხერხებით ხემძღვანელობს ეს. და ამაში არ ჩანს მისი განსაკუთრებული ნიჭი. აი რუსთაველი რატომ არის განსაკუთრებულად ნიჭიერი, მაგრამ ყოვლის მომცველი კი არ არის. და ის კი არ არის, რომ აი ეს ამაზე გავსწორდეთ. არა, არავით არის. რაც კარგია, ავიღოთ, მაგრამ ჩვენ წინ წავიდეთ. ლიტერატურა მე-12 საუკუნეა, ჩვენ ვართ 21 საუკუნეში. ხა სტანდარტად რომ ამას დამიყენებ, რა თქმა უნდა მე რასაც დავწერ, თავში რო ეს სტანდარტი გაქვს, შეურაცხყოფა დაღიქომ და დამესხმები თავზე. როცა სტანდარტად მართლმადიდებლობაა, მე რო ვიტყვი ქრისტიანობაზე რამეს დედა უნდა მაგინო. ეს სწორია. აი ამ ჭაობში ვიძერებით ჩემოკარგებ. ღმერთმა გვიშალოს რომ იქნებ დავძლიოთ ჩვენი ძველი სტერეოტიპები, ფეოდალური, ბაგრატიონული, კომუნისტური და თუ ქრისტეს მოუხმობთ, ის გაგვაგებინებს ყველაფერს ამჟამინდელ მდგომარეობას და კი არ გვალანძღილებს ჩვენ ერთს, რომ შეიძლება ამოვდივართ ჩვენ. თავის ადგილს გვაპოვნინებს და იმ ინტეგრაციაში, რომელი ინტეგრაცია წინ გვიდევს, ძალით კი არ შეგვათრევენ ჩვენებით რო ჩვენებით რო შევათ ვიქნებით და რო შეგვათრევენ, აღარ ვიქნებით. ეხლა აღარც გვათრევენ, არ ჩვენებით მიდივართ და შიგნიდან ლპებით. ხო, შიგნიდან. აი ეს გახრწნა გათახსირება საქართველოში სახეზია და ამის ტირაჟირება მიდის, ამის განხილვა და ცხოვრება კი რა დღეშია გადახედეთ. რა არის? გარბის ხალხი მანდედან ლუკა პურის საშოვნელად. არა ის რომ ახალი ღირებულებების საძებნელად, ლუკა პურის საშოვნელად. საშინელებაა როცა შენ ლუკა პურის საშოვნელად მიდიხარ და არა ღირებულებების, მაღალი ღირებულებების შესასწავლად. ხო არის მაღალი ღირებულებაც. αλλά არც ერთი ქართველი არ გაქცეულა ქრისტიანული რწმენის შესაძენად მსოფლიოში, ევროპაში და ამერიკაში. არა, მართლმადიდებლური ბანელი რწმენით გადადიან და აგინებენ ამ მართლმადიდებლური რწმენით იმ ევროპულ და ამერიკულ ქვეყანაში, რომელიც ამათ კვებავს და ფულს დოლარებს აგზავნის. დოლარი ხო ყველას უყვარს? ამიტომ ეს არანაირად სწორი არ არის ჩემო კარგი.